გამარჯობა მეგობრებო, როგორ ხართ? ნელ-ნელა ვემზადებით წასასვლელად, ხვალ წავალთ სავარაუდოდ. და რა ვიცი, ვემზადებით, ვლაგდებით, სუფთავდებით, ასე ვთქვათ. და რა ვიცი, რაღაცებს ვაწესრიგებთ. გუშინ მოვიარეთ თელავივ, ისეირნეთ, საბავშვო გასართობ ცენტრშიც ვიყავით, კაფეშიც ვიყავით და მერე ნადიკვარზეც ვიყავით. ჩემგან ძალიან დიდი მოწონება მეიდანს, მეიდანი კაფე არის თელავში, თელავის თეატრთან ახლოშივე თითქმის დაბლა კიბეებში ჩასასვლელია ქვემოთ. ძალიან კარგი პერსონალი და ძალიან უგემრიელესი საჭმელი. უგემრიელესი მინდა ვთქვა და ძალიან მისაღები ფასები. 10-15 ლარი ღირს უდიდესი პიცა და ძალიან გემრიელი სხვათა შორის და აი რა ვიცი. მანამდე რომ არსად არ მიჭამია ისეთი გემრიელი ხინკალი აქვთ. თითო ხინკალი ღირს ლარი და 60. ხო, ძალიან მომეწონა მართლა და ჩემგან დიდი მოწონება, უღრმესი მადლობა გადავუხადე რომ მივდიოდით მაშინაც. უთხარი მეთქი ძალიან გემრიელი იყო ყველაფერი მეთქი და ძალიან დიდი მადლობა თქო და მოკლედ რა ვიცი, ძალიან მალე მოგვაწოდეს ყველაფერი. კარგად. გვაქცევდნენ ყურადღებას, ბავშვები ყავდა, ზოგადად როცა ბავშვებთან ერთად დავდივართ, ბევრჯერ მიგრძნია პერსონალისგან უკმაყოფილება, იმიტომ რომ ბევრი ბავშვია, ნუ ხან ანაგვიანებენ, ხან ზოგადად შეიძლება რაღაცა დაუვარდეთ და ასეთი რაღაცა. აი საერთოდ არც ერთი ნერვი სახეზე არავის არ გაუტოკდა. 6 ბავშვით ვიყავით მისულები, 4 დიდი იყო და 6 ბავშვი. მოკლედ ძალიან კმაყოფილი ვარ, მეიდანი უღრმესი მადლობა ყველას, თუ დაუშვათ ვინმე მიყურებს პერსონალიდან უღრმესი მადლობა. არ ვიცი, ვეცდები, არ ვიცი. პიცა. მერე ვიყავით ნადიკვარზე, კარუსელები, ძალიან იაფიყირდა, ბავშვებს მოეწონათ, 2 ლარი ღირდა, მაგრამ უბრალოდ დღისით ვიყავით და ცხელოდა ძალიან. მაგრამ ამავდროულად მინდა ვთქვა, რომ ნადიკვარზე იქვე გაჩერებაა და გაჩერებასთან არის პატარა კაფე. სადაც ვიყიდეთ ჩამოსასხმელი ნაყინები. იქვე ნადიკვარზე. არ ვიცი, ალბათ გეცოდინებათ თელაველებს. საშინლად არ მომეწონა მომსახურეობა და არც ნაყინი იყო გემრიელი სიმართლე რომ გითხრათ. თბილისში ჩამოსასხმელი ნაყინი ღირს 2.5, იქ ღირდა 3, ზემოდან სულ პატარა დაადეს, აი ამ ხელაზე დაადეს სულ და 3 ღირდა. ჯერ ხო იქ ვინც მუშაობდა ის ქალბატონი იყო ძალიან აგრესიულად ჩვენთან რაღაცნაირად განწყობილი ასე ვთქვათ. ჯერ მივედით და ტელეფონზე ლაპარაკობდა, დავდექი, აი ეს ერთმანეთის მოპირდაპირებთ გავართ, კარებთან დგას ქალბატონი, ანუ შიგნითაც კი არ შეგვიშვა ასე ვთქვათ იმ კაფეში. იქნება შიგნითაც შესვლა მინდოდა, კარებშივე დგას, აი ესე მიყურებს კიბეებთან და ტელეფონზე ლაპარაკობს. ნუ ველოდებოდი 1-2 წუთი ველოდებოდი და უკვე ვეღარ დაველოდე ამდენი ხანი და აი ესე ცოტა ხმამაღლა და ცოტა ისეთი ასე ვთქვათ შემოტევით უთხარი მეთქი 3 ნაყინი გვინდა თქო. ანუ ყურადღებას არ გვაქცევდა და როდემდე თქო და საერთოდ რატო შეიძლება ასეთი მოქცევა? როცა მოხმარებელი მოვიდა, უნდა მოაქციო ყურადღება, ხო? ესეთ რაღაცნაირად დადიოდა, უკმაყოფილო სახით, თითქოს აქეთ რაღაცა მე ვარ ვალდებული მის წინაშე. როგორც იქნა ნაყინები დაგვისხა, ჩამოუჯექით მე იქ პატარა მაგიდებია, ქოლგების ქვეშ ჩამოუჯექით და ასე მოხდა რომ აი 1-2 ლუკმა გავაკეთე და ნაყინი ჩამომივარდა ხელიდან. ხშირად ბავშვებს ემართებათ ხოლმე, ნუ ამჯერად მე ჩამომივარდა რა ვქნა ახლა. ხო და ვეძებდი ურნას, აი ესე ნაყინით დავდივარ, ავიღე სალფეტკში მოვახვიე და ვეძებ ურნას. ურნა იქ არსად არ იყო, ანუ იმ დაწესებულებას თვითონ კაფეს არ ქონდა ურნა. იქვე გაჩერება რომ ვახსენე წეღან და გაჩერებაზეც ურნა არ ყოფილა. მოვიხედე, კიბეებზეც ავიხედე და არც იქ არ იყო და ნუ მოკლედ ისე კუთხეში აი ესე კედელთან მოვათავსე ნაყინი, ზემოდან სალფეტკი გადავაფარე, მეთქი რა ვქნა, არც მე არ მიყვარს ესე დანაგვიანება კი არა და სადაც არ დავდივარ,
ყველგან ნაგავი მომაქვს, დიდი პარკებით, სულ ესე დავდივარ, რომ აი მიყვარს, რომ ნამდვილად სუფთა გარემო იყოს. ცოტა კი ვინერვიული რომ ესე დავტოვე, მაგრამ რა ვქნა მეთქი თუ urna არ აქვს, რა ვქნა თქო და გამოდის ცოტა ხანში ის გამოყიდველი თუ რა დავარქვა ქალბატონი და უცებ დაინახა ეგ ნაყინი და ესე ძალიან უკმაყოფილო სახით დალამის ჩხუბით რომელმა დააგდო ეს ნაყინიო. ვაიმე მეთქი ქალბატონო მე ვიყავი თქო ხელიდან ჩამომივარდა თქო, მაგრამ მეთქი ის urna ვერ ვიპოვე მეთქი და ესე იმიტომ კუთხეში დავდე თქო და ასე როგორ შეიძლებაო მე ურნების მეტი რა არისო, მეთქი სად არის აბა ერთი მათ ჩვენეთ თქო და აგერო იქითო და ხელი გაუშვია იქით სადღაც გზის იქით მეორე ნაპირზე იქით. და ანუ რა გინდათ მეთქი ბავშვები დავტოვო მეთქი და გადავიდე თქო სადღაც იქით და urnaში მოვისროლო თქო და არაფერი აღარ მიპასუხა, მიხვდა რომ რაღაცა ანუ შეცდომა რომ urna არ აქვს და არაფერი აღარ მიპასუხა. მე მოკლედ ისევ ვერ დავტოვე ის ნაყინი თავისი სალფეტკიანად იქ და ავიღე ისე პარკში ჩავდე და რომ გავდიოდით, მაინც ისევ ტელეფონი ეკავა ხელში, ისევ ლაპარაკობდა და აი ავიღე ესე პარკი და დემონსტრატიულად ვაჩვენე მეთქი, აგერ მეთქი, ქალბატონო მეთქი, მიმაქვს ჩემი ნაგავი მეთქი, მაგრამ თქვენი მომსახურება მეთქი აშკარად არ მოგვეწონა მეთქი საერთოდ თქო და უკმაყოფილო ვარ მეთქი ძალიან. აი ესე წამოვედი. სადაც კარგია, სადაც სუდია რა ვქნახოთ, სუდია და ერთი პატარა კაფეაბია, სადაც რა ვიცი მე შიგნით რა იყო ისიც ვერ გავიგე, გარეთ იყო ჩამოსასხმელი ნაყინი და ის ვიყიდე და ეგ კი ვიფიქრე მეთქი, აშკარად მეთქი მისი არ არის, უბრალოდ დაქირავებული მუშაა თქო და იმიტომ ვერ აქცევს ალბათ ყურადღებას ობიექტს, ნუ არ ვიცი. ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა მე. თან იყო სადღაც 2-3 საათი, არ იყო საღამო რომ დავშვა ძალიან დაიღალო და მაგას დავაბრალო. არც ხალხი არ იყო ჩვენ გარდა არავინ. მთელი ნადიკვარიც ცარიელი იყო, იმიტომ რომ ჯერ არ იყო ის დრო რომ ბევრი ხალხი იყოს. მოკლედ ესე ძალიან უკმაყოფილო დავრჩი. აი ესეთი ამბები რა, დამიწერეთ კომენტარებში მართალი ვარ, არ ვარ მართალი, მაგრამ მე მგონი მართალი ვარ. სადაც კარგია, კიდევ ერთხელ ვამბობ, მეიდანზე ძალიან კარგად მოგვექცეს, ძალიან კარგი პერსონალი იყო, სულ დარბოდნენ, როგორც კი ხელს ავწერდი და ვეძახდი, ეგრევე მორბოდნენ და აქ კიდე აი არ ვიცი. ნაყინი მინდოდა და ისიც ვერ შემარგეს, არც გემრიელი იყო და რომ დამივარდა კიდე, ჯერ ერთი ამდენი ბავშვით ვიყავით და ბავშვს რო დაუვარდებოდა და უშოთ, მაგიტო რა ეხლა, რა უნდა მექნა, ხო? და აქ მე ჩამომივარდა და კიდე კუთხეში დავდე. და თან კიდევ ერთი უნდა მეთქვა. სუფთა კაფეც არ იყო, ანუ იატაკი იყო სავსე რაღაცა ბროწეულის ნაჭუჭებით, ფოთლებით იყო სავსე და ესეთი რაღაცები, მოკლედ რა ვიცი. ასეთი ამბები მგობრებო. კიდევ ნელომ დღეს მოამზადა ძალიან გემრიელი ლეჩო. ნაგერ, და უკვე წეგან მივირთვი. ლეჩოშია ხახვი, ბულგარული, სტაფილო, წვანილი, კიდე ტომატი, პომიდორი. ძალიან გემრიელია. და ზეთი რა თქმა უნდა. სუპერ. ძალიან გემრიელია. არ ვიცი როგორ მოვნიშნავ ხა მეიდანი. თორე მოვნიშნავდი. არ ამგონია YouTube-ზე რო არქი გქონდეთ. მაგრამ იგივე ჩავწერე ხა TikTok-ზე და TikTok-ზე გამოვაქვეყნებ, იქ უფრო მეტი ხალხი უყურებს. ესენი უკვე პიცებს ჭამენ, უყურე. უყურე. კარგია პიცა, მილე. კარგია პიცა. კარგი იყო პიცა, შვილო. აბა მოიხედე. გემრიელია. მეორეს ჭამ? პირველს. ნям, მოკლედ რა, ნელო. მე სოკოს ველოდები პიკა. აი, ხარ უნდა გაჩვენოთ. ლეჩოშკები. აი, შეხედე. თან როგორი გემრიელია, ძალიან კარგები. ეს ნელოს პომიდორები.
ძალიან გემრიელი გამოვიდა მართლა, ძალიან სუპერი. იქ კიდე მეორე პიცაც ხდება. ხდება აგერ კიდე. კიდე. კალასი აღდა ჭრილი. კამი ჭამე დედი? იჭამა. ოკეი. დედა როგორ ათრევენ? როგორი გემრიელია. ინა გაიბადეს. რექსი წადი. წადი ახლა. გიკუდროდი. პოდიდაბო. წადი რექსი. თემუკა, შენი ორი ცალი ბოთლი გზასთან დარჩა, წადი წამოიღე. ნელა. შეიტანე შიგნით და პლოშატკაზე დადი. არ დალიო ეხა ჭუჭყიანია. თელი დღე მან დიდო. არ დალიო ბაჭი. ხო. ხოშენებია ნამდვილად. ჰა? მაიმუნობა გინდა, მეთქი დალევა გინდა. ის უყვარს სოკო. შეხედეთ რა გემრიელად გამოიყურება. სიგმა ბოი. სუპერ. დალამაზია და რა გემრიელია. ნям-ნям-ნям. მე ძალიან მიყვარს სოკო. მეიდანზე ვაქედა ვადიდე. არა, YouTube-ში არ არიან. არ მგონია TikTok-შიც იყვნენ ხოლმე, მაინც გაიგებენ.
მაინც მომეწონა და თქვი კარგები არიან მოცი. აბა. აბა, ვინ მორბის? ვინ? ადინა ბეთქოთან არ ვაჯიჯებ ჩაჩვი. მეზარდება სუხსაძლევდი. არ მეზარდება. ქორთაში. მორბის გრძელ ფეხა.